ახლა არ არის გადაბრალების და განტევების ვაცის ძებნის დრო. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ბრალდებებს უპასუხა. ხელისუფლებისა და მმართველი კოალიციის წევრებს კი მოუწოდა შეწყვიტონ თავდასხმები ეროვნულ ბანკზე. ქადაგიძის განმარტებით დევალვაცია რომ არ მომხდარიყო, ბანკმა განახორციელა რამდენიმე ასეული მილიონის ინტერვენცია. პრობლემა კი გამოწვეული იყო ერთჯერადი ფაქტორებით და არა ერთჯერადი მიზეზით. საქართველოს ორგანული კანონის მესამე მუხლი ეროვნული ბანკის ამოცანებს და ფუნქციებს შემდეგნაირად განსაზღვრავს. ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ეროვნული ბანკის ფუნქციებია შეიმუშაოს და განახორციელოს ფულად საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა საქართველოს პარლამენტის მიერ განსაზღვრული ძირითადი მიმართულებების შესაბამისად. განახორციელოს საფინანსო სექტორის ზედამხედველობა, იყოს საქართველოს მთავრობის ბანკირი და ფისკალური აგენტი. უზრუნველყოს საგადასახადო სისტემების ეფექტიანი და გამართული ფუნქციონირება. მე მინდა მოუწოდო ხელისუფლების წარმომადგენლებს, მთავრობის წარმომადგენლებს, მმართველი პოლიტიკური კოალიციის წარმომადგენლებს შეწყვიტონ ხისიერად თავდასხმა ეროვნულ ბანკზე. ესეთი თავდასხმები პირველ რიგში მინდა ხაზი გაუსვა, ვნებს და აზიანებს არა მე როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, არამედ ურტყავს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, ის ვნებს ინვესტორების განწყობებს